ამ ეკლესიიდან, ამ გარშემო ყოფთ და რა თქმა უნდა ყველა სადაც და ვისაც და ვისთანაც მივა ეს დღევანდელი მსახურება. უფალმა გაკურთხოთ. იცით წინა კვირისთვის მინდოდა ეს ქადაგება გამომეტანა ძვირფასებო და მელაპარაკა, მაგრამ მაშინ გადავწყვიტე, რომ იმიტომ შუა კვირას იყო ძველი სტილით, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნებოდა და ალბათ ეს კვირეულია ფერიცვალების. როგორც ესეთი უფალს არ უთქვამს, რომ უნდა აღნიშნოთო ფერიცვალება, არც წერია ამ ფორმით ეს სიტყვა, რამოდენიმე თარგმანი უბრალოდ აღნიშნავს და რამოდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ის დღესასწაულები, რომელიც აღინიშნება, თითქმის ყველა არის დაკავშირებული ღმერთის სიტყვასთან და რატომაც არა, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს დღესასწაული, იმიტომ რომ როგორც ესეთი ადამიანებისთვის ეს დღესასწაული ნიშნავს რაღაცა ხილის დამწიფების, ვადის გასვლის და ახალი ხილის მოსვლის და რაღაც ესეთ რაღაცებს აღნიშნავენ, მაგრამ ძირითადი არსი რაც არის ძვირფასებო, იმაზე ვილაპარაკე წინა კვირას, ალბათ ნაწილს გახსოვთ. თავარი იყო ის, რომ უფალი ყოველთვის ბრწყინვალეა, უდიადესია და ის თუ მოსეს სახე ისე ბრწყინავდა, რომ ხალხი ვერ უცქერდა და რიდეს იფარებდა, უფალი მით უმეტეს ბრწყინვალების ბრწყინვალება, მაგრამ ჩვენ გაგვეხსნა, რომ შესაძლებელია და გვაქვს შანსი, რომ ჩვენაც ვიყოთ ესეთი ბრწყინვალე და ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით მისი ანარეკლი. იმიტომ რომ უფალია ბრწყინვალება ძვირფასებო. ამენ და მისით ვართ და მისგან გვაქვს ყველაფერი და რაც ვართ მისით. ამიტომ ესე რომ მოხდეს, მუდმივად მასთან უნდა ვიყოთ და როგორც უფალმა წაიყვანა ბოლოს მისი მოსწავლეები მთაზე და მთაზე წაიყვანა უფალთან შესახვედრად, ღმერთთან შესახვედრად, მამასთან შესახვედრად, სალოცავად, ხო? ჩვენ შეიძლება გვიყვარს რაღაც პიკნიკები, მაგრამ უფალი სალოცავად დადიოდა და ამიტომ იყო ესეთი ბრწყინვალე. ახლა რომ სახეზე დაგაკვირდეთ, შეიძლება ამოვიცნო, ვისთან გაატარეთ წინა დღეები თქვენ და რასთან გაატარეთ. იმიტომ რომ იმისი ანარეკლი იქნებით. ამენ? ვისი ანარეკლი ხართ? ხართ უფლის ანარეკლი. აბა? შეიძლება ვინმე ლოგინის ანარეკლია ჯერ კიდე ვერ გაიღვიძა. ხო? ამიტომ მუდმივად უნდა ვიყოთ ძვირფასებო იქ, სადაც უფალი გველოდება, მაგრამ მოდი დღეს უკვე კონკრეტულად თქვენის ნებართვით და უფლის სული მომეხმაროს ვილაპარაკებ იმაზე, რაც მინდა გაგიმხელოთ, იმიტომ რომ ძალიან ნაცნობი ესე ვთქვათ პრობლემატიკა, რასაც შევეხები. ადამიანს მუდმივად ეხმარება ძვირფასებო ესე ვთქვათ რაღაც მონახაზები მის ცხოვრებაში, რომ იყოს მიზან მიმართული, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია, რომ ვიცოდეთ მიზანი. ამენ. მე ძალიან მიყვარს ეს მაგალითი, იმიტომ რომ ვისაც მით უმეტეს თოფის ჭერია, თუნდაც კისტის, ესე სათამაშოდ, ხო? თუ გინდა რომ გაარტყა და არა აცილო, ერთი თვალი დახუჭული უნდა გქონდეს. ამენ. ვერავინ ვერ გაარტყამს, თუ ორივე თვალი ესე დაჭყეტილი აქვს, არ მოხდება იმ მიზანში, რომელიც გინდა. ამიტომ თუ შენ ზეცას უმიზნებ, მაშინ წუთის ოფლისთვის თვალი დახუჭული უნდა გქონდეს და ვერ გაარტყამ და ვერ მოხდები. გესმით? უნდა იცოდე, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია, რომ იყო მიზანმიმართული, იყო დისციპლინირებული, იყო მოწესრიგებული, უნდა შეგეძლოს დაგეგმვა და არა მხოლოდ გეგმის ქონა, უნდა ასრულებდი ამ გეგმას. ესეთი გამონათქმევები არის ძვირფასებო ჩვენს კულტურაში. კარგი გეგმა მიზნის ნახევრად მიღწევა. გეგმის გარეშე მიზანი მხოლოდ სურვილია. უბრალოდ სურვილად დარჩება თუ გექნება და არ იმუშავებ ამასთან დაკავშირებით.
ვერაფერს ვერ ააშენებ გეგმა პროექტის გარეშე. რომელიც აუცილებლად უნდა დამტკიცდეს და მუდმივად მოწმდებოდეს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგი გეგმა გქონდეს, მაგრამ ის უნდა დაგიმტკიცო. გესმით? ის უნდა გახდეს ოფიციალური. ჰალელუია. თქვი ჰალელუია. შენ სხეულში არის ბევრი ორგანო. მილიონობით უჯრედი. ძალიან ბევრი, რომლებიც გეგმის მიხედვით მოქმედებენ. და იმიტომ ხარ ცოცხალი, რომ ასრულებენ დასახულ გეგმას. ამენ? როდესაც ადამიანის სხეულში პრობლემაა, იმიტომ რომ გეგმა დაირღვა. ჰალელუია. და ძალიან ხშირად ადამიანები ხელს უწყობენ ამ გეგმის დარღვევას. და საჭიროა რომ გონს მოვეგოთ ჩვენ ძვირფასებო, იმიტომ რომ არ უნდა შეუშალოთ ხელი. დავეხმაროთ და დიდხანს იმუშავებს შენი ორგანოები შენში. გინდა? გინდა დიდხანს იმუშავოს, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული შენი სიცოცხლე. ჰალელუია. რა თქმა უნდა, ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ მე დღეს ღმერთის გეგმებზე მინდა ვილაპარაკო. რაღაც მითითებებით, რაღაც ნიმუშებით, რაღაც ილუსტრაციებით, მაგრამ მთავარი არის, რომ ვილაპარაკოთ ძვირფასებო ღმერთის გეგმებზე. ჰალელუია. ადამიანს ბევრი გეგმა აქვს. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ესე ვთქვათ ორად არის გაყოფილი. არის სინათლის და სიბნელის, უფლის, ღმერთის და ეშმაკის, რომელიც დროებითი, ესე ვთქვათ, პრეფექტია. ხო? პირველად რომ შემოვიდა ეგ სიტყვა, გამგებლებს რომ უწოდეს. მაგრამ დროებით. რამდენიც გააჩნია დრო და დარჩენილი აქვს ღვთისმოფელს, იმდენი ხნით იქნება ის და იმათვის აღარ არის, ვისი უფალიც იესო ქრისტეა. ჰალელუია. ამიტომ ეშმაკსაც თავისი გეგმები გააჩნია ამ ღვთისმოფელში, მეგობრებო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რადგანაც ის რაღაც სფეროს მართავს, მას გეგმები გააჩნია. ჰალელუია. და აქედან გამომდინარე, ვის აძლევს შენს გეგმებს, არის პირდაპირ პროპორციული იმისი, თუ ვის გეგმებს ასრულებ, იმიტომ რომ ის ან უფლის ხელშია, ან ეშმაკის. ორივეს გააჩნია ძალიან სერიოზული გეგმა. ჰალელუია. ეს გეგმა ყოველთვის განიხილება, მტკიცდება და მერე ნელ-ნელა მოდის სისრულეში. ჰალელუია. მე მინდა დავიწყო ახლა რაღაც მაგალითებით, უბრალოდ პატარა შესავალი გავაკეთე, რომ ვიცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გეგმა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გეგმა უნდა დამტკიცდეს. გეგმა უნდა გახდეს, ესე ვთქვათ, ლეგიტიმური. ჰალელუია. ჩვენს ღმერთს დიდება. ღმერთი არ ჩაერევა შენს გეგმაში. არავითარ შემთხვევაში. ეშმაკი ვერ ჩაერევა შენს გეგმაში. იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა თავისუფალი არჩევნის უფლება. ჩვენ ვირჩევთ და ჩვენივე ნებით გადავცემთ ან ერთს ან მეორეს. შენ გეგმაში არის თავისუფალი არჩევნის უფლება. ეს შენი პრეროგატივაა. და მინდა ერთი ილუსტრაცია, რომელსაც ხშირად ვაჩვენებ ეკლესიაში, გაჩვენოთ და ამით დავიწყოთ ძვირფასებო. ძალიან საყვარელი, საშინელი და ძალიან ღრმა ილუსტრაციაა. წარღვნის ეპიზოდი. და აქ არის სამი სუბიექტის გეგმა ძვირფასო. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ობიექტური გააჩნია ეს გეგმა. აქ არის ღმერთის გეგმა, აქ არის ეშმაკის გეგმა, გამოსახული და აქ არის ადამიანის გეგმა. ღმერთის გეგმა, რა თქმა უნდა, კიდობანია, რომელიც ღია დრომდე ვიდრე
უფალი დაკეტავს, იმიტომ რომ უფალმა დაკეტა ამ კიდობნის კარები, არ დაუკეტია ნოეს და ჟირაფი რო შედიოდა არ გაკრა კისერი და არ მოიხურა შემთხვევით. ხომ ერთმა დაკეტა. ესმეთ? ერთ ჩვენი ერთ დღეს გადარჩენის კარები დაიკეტება ამ წუთის სოფელში. და რა კარგია რომ ჩვენ ვიცით ეს გეგმა. ამენ? იმიტომ რომ ის დამტკიცებულია და აუცილებლად შესრულდება. აქ არის ადამიანის გეგმა ძვირფასებო და რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში ადამიანის გეგმა. მერყეობაში ეკლესიაში ქრისტესი არის, წუთის სოფელში წუთის სოფლის არის. ეკლესიაში წაუქრისტიანებს, წუთის სოფელში წაუწუთის სოფლებს. გასმეთ? ვინმეზე გითქვამს, ან გაიგონია შესოფლელო? ხო, აღარ უთხრა. თორე ზეცე რას გეტყვის, იცი? წუთის სოფლელო. ჰალელუია. ამენ. ადამიანის გეგმა იმათი მე არ გულისხმობ ურწმუნოთ, ბოროტ მოქმედებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეკლესიის წიაღში იქნება კატეგორია თხების, რომლებიც ისეც არიან, ასეც არიან, ისიც უნდათ, ესეც უნდათ, იქაც არიან, იქაც ეცდებიან რეპუტაციის, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად მოპოვებას და უფრთხილდებიან, რომ არ გაფუჭდეს. ამენ. და აქ არის, რა თქმა უნდა, ეშმაკის გეგმა. ეშმაკის გეგმა არის დაღუპვა. მისი გეგმა, იცით რაში მდგომარეობს, ის ღმერთის მოწინააღმდეგეა. მაგრამ ღმერთს, რადგან ვერაფერს ვერ გაუკეთებს, ღმერთის მიმდევრებს ეტელება და ეცდება, რომ ისინი წაიყოლოს ოჯახეთში, რომელიც მისთვის არის შექმნილი. ამიტომ მინდა დავაკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას ვიფასებო. კიდობანი პროტოტიპია ეკლესიის, ქრისტეს სხეულის და არა ეკლესიის, იმიტომ რომ იყო პერიოდი დასაწყისში, რომ ამბობდნენ, ჩემი ეკლესია ყველაზე კარგია. ჩვენა ვართ ყველაზე მაგარი ეკლესია. გესმით? ხოლო ჩვენი ეკლესია გადარჩენა, ჩვენ რო პასტორი ვყავს. ისეთი არავის არ ყავს, ყველა აქებს, ყველა წინასწარმეტყველებს მასზე. აუ, შენია, შენ აიღებ ქვეყანას და ასე შემდეგ. და ვინც მაღლდება ძვირფასებო, ყოველთვის ეცემა და ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ღმერთი გვიცხადებს თავის გეგმას, რომ არ ავმაღლდეთ, იმიტომ რომ ეშმაკის გეგმა ამაღლება. არა გამაღლეს, შენით ამაღლდი, კაცო. არ გითხრეს, რამე არ შეგაქეს, შენით ამაღლდი. ხო შეგიძლია. არ გეყო, კიდე ამაღლდი. ესმეთ? რაც ეშმაკის გეგმაა. და რომელი მომწონს მე? ის ხდება ჩემი გეგმა. ესმეთ? იმიტომ რომ ხორცს არ მოწონს დამდაბლდეს. კიდე უფრო დამდაბლდეს. და ძლიერი ხელის ქვეშ დარჩეს. კი, ვაჩვენებ ხალხს, რომ ვარ ძლიერი ხელის ქვეშ დამდაბლებული, მაგრამ როდემდე კაცო, დრო არ იქნებ ჩემი წამოწევის. მიხვდით? ამიტომ შენ ეთანხმები ამ ერთის გეგმას, ან მეორეს. ფაქტიურად ეს ორი გეგმაა, რომელიც მუსირებს დღეს. და ჩვენ ვართ ან იქით, ან აქით. ამიტომ ნეიტრალიტეტი გამორიცხულია ზეფასებო. შეიძლება თქვათ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც გეგმა, მაგრამ ის ამ ზეცას მოწონს, ან წუთის სოფელს და ამ სიმდელეს. ჰალელუია! ამიტომ მივაქციოთ ყურადღება ზეფასო. როდესაც გაიგეს, რომ ღმერთის გეგმა სწორი იყო, გვიანი იყო და დღეს შანსი გაქვს შენ, მერე უკვე ყველაფერი დამთავრდება. ჰალელუია! ორ ბატონზე მომსახურება. აი რამ დაღუპა ეს ხალხი. ეშმაკის გეგმა რა არის ვიფასებო? გითხრა იესომ კაფეოთ, ხო? მოკკლას, მოგფაროს, გაგანადგუროს, მოგსპოს, აგაოხროს. ღირს თამაში მასთან, ან გამოგივა? მიუბრუნდი შენს გვერდით ვინცაა და უთხარი შეწყვეტე ეშმაკთან კეკლუცი. ის მკვლელია. ამენ. ეშმაკი მკვლელია და გამანადგურებელი. ეს არ არის ისეთი რა. და შენ იცი,
ძლიერი ხარ, ამას ვერ გიზამს. იესოს გარეშე ვერაფერს ვერ გახდები მასთან. მხოლოდ იესომ შეძლო მისი დამარცხება. ვერასოდეს ვერ მოახერხებს ადამიანი მის დამარცხებას. გესმენთ? ის ერთ შემთხვევაშია ძლიერი, ვიდრე იესო. მის მერე არაფერია, მაგრამ იესოს გარეშე შენ 0-ზე ქვემოთ გაქვს პროცენტი გამოძრომის მისი კლანჭებისგან. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული და არ მინდა ამას ბევრი დრო მივცე ახლა, იმიტომ მინდა რომ ძალიან მთხილად იყო. მისი გეგმა არის უმნიშვნელოვანესი. შენზე მეტი მოთმინების უნარი აქვს მას. შენ იმისი შეიძლება 10%-ით არ გქონდეს რამდენიც მას. ის გელოდება. ვინ აჯობებს ამ ლოდინში? ის თუ შენ? ის გაიმარჯვებს. ამენ? და საერთოდ, იცით, ამას წინათ დავაკვირდი, ეს ბრბოლელები რო არიან, მანქანებით და მოტოციკლები კი, მაგრამ უფრო მანქანებით, ეს შუმახერები. ჩემპიონი ვინც ხდება, ბოლო ასულზე გასულს, წამების მეასედებით უგებს, ბევრი წუთითაც ვერა. რაღაცა მილიმეტრებით რა. ის არის ჩემპიონი, ის დამარცხებული. იქ ნახევარი წუთიც არ ფიგურირებს ერთმანეთს. ყველა მიდის ერთ წუთში, მაგრამ გამარჯვებულია ყველაზე სწრაფად ვინც მიდის. ამიტომ გაიმარჯვებს იმისი გეგმა, ვინც მოითმეს და დაელოდება უფალს აი ამ თავდაბლობაში. ჰალელუია! ხო იცით ეს ერთგვარი ის რო გაქვს ფორმულა. რამდენი ველოდო? რამოდენიმე წუთით მეტი ვიდრე ეშმაკი. რამდენიმე წუთით მეტი ვიდრე ეშმაკი. რამდენი? თუნდაც 1 წუთით მეტი ელოდე ვიდრე ეშმაკი და გაიმარჯვებ. ამიტომ მარცხდებიან. ამიტომ ვერ ამარცხებენ. ვერ ითმენენ. გესმენთ? რო გაიმარჯვო რა უნდა ქნა? ცოტათი მეტი მოითმინო ვიდრე ეშმაკი ითმენს. ჰალელუია. გესმით ძვირფასებო. დიდება მას. კარგით. მოდით ახლა შევიდეთ უკვე ცოტა ღრმად აი ამ ასე ვთქვათ სწავლების სიღრმეებში. დიდება და ქება ჩვენს ღმერთს. ღმერთის გეგმის შესრულება გვასწავლის მოთმინებას, გვასწავლის ნდობას, ლოდინს და ერთგულებას, გვასწავლის მორჩილებას, მსხვერპლიანობას და რწმენას ვიფასებო. იცით, მშენებას არ ჭირდება დღეში რამოდენიმეჯერ შეხვდეს არქიტექტორს. ვისაც უშენებია, ვინც ყოფილა ამ პროცესში იცის, მას უბრალოდ ხელთ აქვს ეს ნახაზი და საერთოდ არ ჭირდება არქიტექტორის აი ამ სანტიმეტრებით მიდის. შეიძლება ერთხელ დაუხაზა იმან და არც გამოჩენილა რა, უბრალოდ მისი სახელია სადღაც მიწერილი, რომ ვინ გააკეთა ეს პროექტი ძვირფასებო. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ღმერთი არის ყველაზე დიდი არქიტექტორი ჩვენი ცხოვრების. ამენ. და არ არის საჭირო რომ ყოველდღე ჩვენ ხედავდეთ ღმერთს, იმიტომაც ვერ ხედავთ და ეს იმიტომაც კიდე მეორე მხარე მონეტის, რომ ეს რწმენა არ გაგვეზრდება. ჩვენ რომ ყოველთვის ღმერთს ხედავდეთ, საიდან გვექნება რწმენა? იმიტომ რომ რწმენა რა არის? უხილავის დაჯერება. მე რომ ღმერთს ხედავდი, რად მინდა რწმენა ღმერთის? მე რომ ჩემს ძამიკოს ხედავ, რწმენა აღარ მჭირდება, რომ ის ნახო, იმიტომ ხედავ. ზესაზე რწმენა აღარ დაგჭირდება ვიფასებო ღმერთთან ვიქნებით. ამენ. აქ გჭირდება, იმიტომ ფიზიკურად ვერ ხედავთ მას. აი ეს არის განსხვავება. ამენ. ხედავთ მე. ეხლა ხედავთ? ხო? აი ვინმეს რომ უთხრა რომ აი მე მწამს რომ ეხლა დავინახავ იქ სცენაზე ვთქვათ ჩემს ძმას. რას იფიქრებს კაცი? ამენ. ამიტომ ნახეთ, თავარი არის ის რომ ჩვენ გავიგოთ გეგმა პროექტი ღმერთის, მისი ინსტრუქციის და ეს არის ბიბლია ძვირფასებო. ჰალელუია. ჩვენ გვჭირდება მისი შესწავლა, მუდმივად შესრულება, დაჯერება, მუხილავის და მწვენი ცხოვრება. ამენ. ვინმეს გყავთ ახლობელი, შეიძლება ოჯახის წევრი, ნაცნობი, მეზობელი, ვინ ჩემპიონია სერიოზული. გინახიათ აი ჩემპიონის
ნუ დამწყებთაც აქვს რაღაც სიგელები და პატარა რკინის ისინი, მაგრამ აი ვთქვათ ჩემპიონის მედალი. ხო? აი შენ ხარ ვთქვათ ჩემპიონი ძლიერი. აი ხარ ბექაურის მეზობელი ან ნათესავი. რომ აიღო მისი ოლიმპიური მედალი ერთ-ერთი, ორჯერ მოიპოვა, მესამე უნდა. და ჩამოიკიდო. ხო? შენ გაქვს ოლიმპიური ჩემპიონის მედალი, მაგრამ შენ ხარ ჩემპიონი? არა, რატომ? იმიტომ რომ გახდე ჩემპიონი, ის გეგმები უნდა შეასრულო, რასაც გიგეგმავს შენი მწვრთნელი. ამენ. ჩვენ ეს ცხოვრება ძვირფასებო. გვაქვს ის გეგმა, რომელიც მოგვეხმარება, მოხდეთ ზეცაზე და ეს გეგმა საკმარისია, რომ აქაც კურთხეული იყო. რელიგია ასწავლის, რომ აქ დაჩა ჩანაკებული უნდა იყო, რაღაც დაძონძილი, არაფერი არ უნდა გქონდეს, ფეხში შველი, იესო ვირით დადიოდა, მიკროფონი არ ქონდა. გესმეთ? არა, ნუ რა თქმა უნდა ყოველთვის ვაკონტროლოთ ოქროს კვეთა და უკიდურესობაში არ გადავარდეთ, იმიტომ რომ ამის მოყვარულებმა ხო, გვეუბნება უფალ და გვაფრთხილებს. გამდიდრების მოყვარულები რა დღეში ჩავარდნენ და ვარდებიან და ჩავარდებიან თუ არ შეჩერდებიან, იმიტომ რომ ღმერთის გეგმა ეს არ არის, რომ აქ გავაგრძელოთ გაუმაძღრობა. გესმეთ? სიმდიდრეს უფალი როგორ უყურებს? დედარი ის არის, ვინც ხელგაშლილია. ამენ? ზოგს თხოვს უფალი რომ ხელგაშლილი იყოს, ზოგს უბრძანებს რომ ხელგაშლილი იყოს, ზოგს ეუბნება, ვისაც მისი ეყურება რომ იყავიო ხელგაშლილი და ის არის. ამენ? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმით? შენ უნდა იყო ხელგაშლილი. ეს არის გეგმა ღმერთის. თუ ღმერთს დიდება მისი გეგმისთვის. ნახეთ მედალი, მოდით ნახოთ ახლა. ესეც საინტერესოა, მაგრამ მე ვერ გამხდის ჩემპიონის მედალი რომ დავიჭირო, რომ ბრწყინავდეს ისეთი ოქრო, ან ჩამოვიკიდო. ჩემპიონი არის ის, ვინც დაგეგმილ რეჟიმშია, ძნელი, მტკივნეული, რამდენჯერ ვარდებიან, ტრამვები, ეცემიან. გესმეთ? ჩვენი ფეხბურთელი ძვირფასებო, აი მართლა საბჭოთა კავშირი რომ არა, აი მსოფლიო დონის, აი წინ იქნებოდა ყიფიანი. ფეხი მოტეხეს. და ამ ტრამვებმა, ნუ ახლა უფრო ჩემს თაობას ახსოვს ეს და მას ვისაც განსაკუთრებით უყვარს ფეხბურთი. მე ხვდით ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ აი სწორედ ეს არის. ის გეგმა მაინც უნდა შეასრულო, რომ ისე ვერ გახდები. ამიტომ განსხვავებაა ჩემპიონსა და თქვათ შენ შორის ან ჩემს, რომელიც დადგება მის გვერდით და ერთი მედალი აქვს ჩამოკიდებული, რა არის? ამიტომ მედალი არ განსაზღვრავს ჩემპიონობას. ამენ? ეკლესიაში სიარული არ განსაზღვრავს, რომ ქრისტიანი ხარ. ძმა ფინანსებზე ლაპარაკობდა, ისიც თუ იძლევი და უხვად, ესეც არ განსაზღვრავს, რომ ქრისტიანი ხარ. როგორ ასრულებ გეგმას. ამენ? აი ეს ნაგებობა გაძლებს. ჰალელუია! თორე ეს შეიძლება ადამიანის ხასიათზე იყოს და გააკეთოს კაცმა. მოსაჩვენებლად გააკეთოს. შეიძლება ერთგულია ამაში და მიეჩვია და აკეთებს. ინერციით გააკეთოს. მაგრამ გეგმას როგორ ასრულებ, რომელიც უფალმა მოგცა, აკმაყოფილებს არქიტექტორს. თუ იქ კიდე სხვა რაღაც შტრიხები გაქვს შეტანილი წუთისოფლის. ხო, აი ჩვენ ხომ ამისი ოსტატები ვართ გადაკეთების, არა? დასავლეთში, ნუ შემოვიდა, მაგრამ არ ვიცი მე გაჩერდა მგონი ამ თავრობაში. დაანგრევა ჯობია, ვიდრე გადაკეთება, იქ მიშენება, იქ რაღაცის მიწეპება, იქ რაღაც ბოძებზე შემოდგმის. და რაღაც მახინჯი რო გამოდის საერთო იმაში რა ქვია. მახსოვს ერთი მისიონერები იყვნენ ჩამოსული, ჯერ კიდე ის პერიოდი შუქები და რაღაცები რო არებოდა. კორპუსზე ადამიანს ჰქონდა მაღლად კაცო, რაღაც ბოძებზე და ლამის იმიდან მიწიდან შესმული აივანი. გადაირიენ, სიცილში გადაკვდა კინაღა. მე რამოდენიმე მეტრზე იქეთა კორპუსზე ტროსი გამული, რომ სარეცხი ისაქნას. გესმენთ? ეს გეგმაში არ შედის. მაგრამ ჩვენ შევყვავს. გეგმაში არ შედის, უფლის გეგმაში რაღაც. მაგრამ მე შევიყვანე, მიხდი? აი მე გადავწყვიტე,
მე დავგეგმე. და დარწმუნებულიც ვარ, რომ ღმერთმა მისცა ამას თანხმობა და დამიმტკიცა. და ჩემი გეგმით ვცხოვრობ. ჰალელუია! მინდა რომ დღეს უფლისულმა დაგვანახოს ჩვენი თავი. სად ვართ? ამენ? გინდა? რომ დაინახო, როგორ ცხოვრობ. ამიტომ ზოგს ისეთი კომუნიკაცია აქვს ღმერთთან, რომ არც ალაპარაკებს ღმერთს რა. ღმერთო შენ იცი, რომ შენ ამას შემისრულებ რა. ეს ესეა. მე ვთქვი. ამიტომ მე ცხებული არქიტექტორი ვარ. შენ გავარ უფალო რა. გესმით? მე მაწყობს და იმიტომ. ეხლა იმდენად ცოტათი წამოიწია, ისევ აქტუალური გახდა ჭრაკერვის სპეციალისტი. ადრე დეფიციტი იყო, რიგები ჰქონდა. ერთი პატარა რაღაცის შეკერვას თვეები უნდოდა. ნაცნობები უნდა ყოლოდა და ქრისტიანები არიან, არ ვიცი, ვისაც გვეხება. მათ უნდა დავინახოთ ჩვენი ადგილი. ოსტატები ჭრაკერვის რა. რაც გვაწყობს იმას ვაკერებთ, რაც არ გვაწყობს იმას ვაჭრით ამ გეგმას და ცხოვრობთ რა, ჩვენზე მორგებო. გესმით? მაშინ მოგერგება შენ და კარგად გექნება, როდესაც შენ მოერგები ღმერთს. ამენ? შენ უნდა მოერგო უფალს. შენზე კი არ უნდა მოერგო. აი რა არის ყველაზე მაგარი მოდა? ქება მას. თქვი ქება მას. ჰალელუია. ესე იგი, ჩვენ ტკივნეული მომქანცველი რეჟიმი უნდა გავიაროთ. ჰალელუია. რომ გავხდეთ ჩემპიონი, სხვანაირად არ მოხდება. ჯვარიც არ ნიშნავს ქრისტიანობას უფასებო. შემსრულებელი უნდა იყოს სიტყვის. ამენ, როგორი ჯვარიც არ უნდა გქონდეს. კარგით. ჩემპიონი ვინ არის? ვინც შეიძლება კარგად დაიწყო, მაგრამ გაჩერდა შუა გზაზე. გესმით? მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაციას ვიფასებო. რომ ვიცოდეთ, ჩემპიონია ვინც ფინიშის ზოლს ლენს კვეთავს. აი ვინ არის საბოლოოდ გამარჯვებული? აი ეს არის გეგმის შესრულება. ნახეთ უკან ვინ დახტის, კურდღელი. ჩვენთან ეს კომედიაც არის, ხო, ფილმი გაკეთებული რაჭველებზე. ეს ძალიან სწრაფი რო იყო. ამან და ეს დაცოლშვილი რაღაცა. ნელად. ამიტომ ფინიშია მთავარი. სტარტი არ არის მთავარი. უთხარი შეზგვერდით ვინ ძის? ფინიში ყოფილა მთავარი და არა სტარტი. ამენ. პირველი სიყვარულია ღმერთი ამას გვეუბნება, ხო, რა კარგად დაიწყეთ, კაცო. ხო? ამიტომ რომ ეხლა როგორ ჩანს, ალბათ უფალი ფიქრობს. მაშინ არაფერი არ იყო, რომ შეგყვარებოდა და მე გიყვარდიო და იმდენი რაღაცა მოგეციო, რომ გამომთხოვეო. ახლა ისინიც გიყვარსო. და ვერ გაგირკვევია უფრო მეტად რომელი გიყვარს. დედიკო თუ მამიკო, ბებია თუ ბაბუა, ხო? გააჩნია ვინ რას მაძლევს. უყვართ ის, ვისგანაც ღებულობენ. ვის რას აძლევენ, ის არ უყვართ. ამენ? ამიტომ არ მომცა ღმერთმა, ესე იგი რატო უნდა მიყვარდეს კაცო? მაგრამ მე რატო უნდა უყვარდე, რას ვაძლევ, რო? გინდა უყვარდე ღმერთს? რას აძლევ? ბიბლია წავიკითხე, ეკლესიაში მოვედი, ვაპატიე, ეს ცოტა ხმამაღლად რომ ყველამ გაიგონოს. მეათეც ვიხდი. ღმერთისთვის აკეთებ? რამე რაც ჩამოითვალა და კიდე მიუმატე თუ გინდა. ღმერთს ჭირდება? თუ შენთვის აკეთებ? იცი ღმერთისთვის რას აკეთებ? გითხრა იესო. გინდა ეს გეგმა მოისმინო? ხო გინდა? დიახ, ეს ხვას რომ მისცე, შენ რომ მოიკლებ. ბევრი რო გაქვს კი არა, აი ბოლოს რომ მისცე. რო გაუნაწილებ. ეს არის ღმერთის გეგმა. ეს არის მიმსგავსებული
აი, თუ ასე გააგრძელებ, ფინიშთან მიხვალ. უფლის დადგენილ ფინიშამდე. ჰალელუია. ადამიანური გეგმა ძვირფასებო ადვილია. ღმერთის გეგმა ძნელია. ერთი ილუსტრაცია უბრალოდ ცოტა გაგარკვევთ, იმიტომ რომ დასაწყისში მეც ვფიქრობდი რა არის მეთქი. ნახეთ? ადამიანის გეგმა როგორია? აი პირდაპირ რომ მივიდეს სწორი, კარგი გზით. ნახეთ, ღმერთი როგორი გზებით გვატარებს. აღმართი, დაღმართი, იქ რაღაც სახიფათო წყალთან, იქ ქვის ცვენა, რაღაცა, ანუ ძნელი, რა, ექსტრემალური. მიხვდით? მაგრამ ჩვენ ძალიან იული გვინდა. ძალიან ადვილი გზები გვინდა რა. აი არ შემაწუხო მე. ვიცი ძალიან კარგად განვითარებული ვარ. როცა მომეხერხება მოვა. უფლის გეგმა რო არ მიატოვო საკრებულო, მაგრამ აი შენი გეგმა გაქვს იქ რა. შეტანილი მიხვდი? მე ვიცი, როცა მაწყობს, აი ვალებიდან რო გავთავისუფლდები. რაღაც რომ ლამაზად შემხვდებიან იქ, პატივს მომაგებენ, მომეფერებიან. ესმე დიքի რამბებს რო და მიმღერებენ. ჰალელუია. იმიტომ რომ ადვილ გზას ეძებს, მაგრამ ჩემპიონი რო გახდე, რთული გზა უნდა გაიარო. ეგრეა? ძალიან ძნელი, წარმოუდგენლად ძნელი. იმიტომ რომ ძალიან ადვილია ხორცისთვის. ცუდის კეთება. ბავშვი დაიბადა, სწავლება არ ჭირდება. ბავშვს არ ასწავლი, შვილო მოდი, მე მინდა გასწავლო, როგორ გახდე მატყუარა. ეს ნაყოფია, შედეგია ცოდვის. ამენ. გისწავლია შვილზე როგორ იყოს ქურდი, კვლელი. სწავლა ჭირდება შვილს როგორ იგინებოდეს. რამდენი მასწავლებელია იცი ირგვლივ. შენ აღარ ჭირდები რომ ასწავლო გინება. ერთად უბრალოდ საღამოთი ფანჯარა გააღე. ბევრი მასწავლებელია იქ. ტელევიზორი ჩართე, ბევრი მასწავლებელია. არ ჭირდება ხორცს რომ ასწავლო როგორ იყოს მორჩილი. მან იცის. რომ ეს ცოდვის შედეგია. ჰალელუია. ესე იგი ხორცს უყვარს ადვილი გზა და ის გეგმავს ადვილად რა. იცი დღეს რამდენი როგორი ქრისტიანები მომრავლდნენ, მათ რო აწყობთ ისე ქრისტიანობენ. აი დასაწყისში რო ამბობდით ეს. აი მე რა მექნება ეს რო გავაკეთო. გესმეთ? საშინელებაა. ადვილი, აი თუ მექნება რაღაცა კი, მე თუ მაწყობს კი ბატონო აგერა რაღაც. თებს გადავდგა. მაგრამ მე თუ სარგებელი არ მექნება, მაშინ ეს არ არის ის გზა, რაც უფალმა დამიგეგმა. ამიტომ ადამიანი ეცდება იული გზა ნახოს, ღმერთს უნდა რთული გზა და იესო ნახე როგორ მარტივად გვიხსნის. ფართოა გზა. დიდია ჭიშკარი. მაგრამ მისი ბოლო რა არის? რა ჩანს ამ პროექტში, ამ ნახაზში, რა ჩანს ამ გეგმაში? რა არის მისი ბოლო? დაღუპვა. მაგრამ ვიწულა გზა ძნელი. დარჩე უნდა დაზარალებული. გესმის? რთული გზა. მეობას ურტყავს მაგრად. სიამაყეს. შეიძლება გვარიშვილობას, წარსულს, განათლებას, პოზიციას, გავლენას, ძალას. მაგრამ რა არის მისი ბოლო? ჰალელუია. გადარჩენა ძვირფასებო. ამიტომ გეგმა გახსნილია. და იმდენად კონცენტრირებული არიან დღეს, რომ აი დღეს როგორ ვითარებაში უნდა ვიყო, გუშინიდან გამომდინარე და ხვალ სად ვიქნები, რომ კარგავენ ამ ყველაფერს. ესმეთ, იკარგება ეს ყველაფერი. და მიდის დაღუპვისკენ ადამიანი. ღმერთის გეგმა ძვირფასებო არის, რომ სულიწმინდა მოგვეხმაროს. სულიწმინდა მოგეხმარება, რომ ბოლომდე გაიარო, ის არ მიგატოვებს. ეშმაკის გეგმის პირობა, თავნებობა, ურჩობა, სიამაყე იცნობთ ამ ბიძიებს?
შენი გეგმა რა არის? აი, მოდით უბრალოდ დავსვათ კითხვა რა. ადვილი იყო თუ ძნელი იყო ღმერთის გეგმა სამსონზე? რაში მდგომარეობდა სამსონზე გეგმა? თმა არ უნდა შეეჭრა. ძნელია? მე დალაგთან აღარ დავდივარ, ვიყიდე ეს აპარატი, უკვე ამოვედი ის თანხა, იმიტომ რომ ისე ძვირი ღირს შეჭრა, ესე ჩემით რა. ჩემითაც შემიძლია. მაგრამ ნეკნი მეხმარება, დამხმარე ხო არის. ამენ. რა უნდა თმის შეჭრას, კაცო? ეს არ გააკეთო, ღმერთმა უთხრა და ის იქნებოდა მხსნელი ძვირფასება, იმიტომ რომ ყველაში ღმერთი მხსნელს ამზადებს. იმიტომ დარჩა საჭირო იესო. ვერ ჩააბარეს გამოცდა, არ შეასრულეს გეგმა. და ძალიან კარგად დაიწყო სამსონმა. არა, ძნელი გზა. ძნელ გზად მოეჩვენა ღმერთის გეგმა. და რაც კარგად გამოუდიოდა ის გააკეთა. რა გამოდის ხორცს კარგად დღეს? აკა, იგულაოს, იცეკვოს, იმღეროს. ღმერთში ქება და ეკლესიაში ცეკვა არ შეიძლება. ხმაური არ შეიძლება, ჩუმა, ესეთი ტაში. ან თოჯინები იცინე ასე ფეხიდან დაწყებილია, მაგრამ სერიოზულად. სული უნდა იყოს, ხო? რა ადვილი გეგმა უთხრა სამსონს ღმერთმა. არ შეიჭრა თმა. რატო აჯობა ეშმაკმა? ვერ მოითმინა. ესმეთ. ამიტომ ღმერთი რასაც გვეუბნება ჩვენ მგონია ძნელი და რთული, მაგრამ ძალიან ადვილია. პირიქით არის. და პლუს ღმერთის სული გეხმარება რომ მისი გეგმა შეასრულო. ჩემია უბრძოლა. მე შეგეწევი და მე გავაკეთებ ყველაფერს. ჰალელუია. ეშმაკის გეგმა იონაზე ძვირფასებო. რა არის? წადი ისერნე გემით, კრუიზი, გულაობა, დასვენება, ნანაობა ამ ტალღებზე. ისწავლი შეიძლება სერფერიც გამოხვალ. და რა დღეში ჩავარდა. დაჭირდა გამოძახება წყალქვეშა ნავის, ხო? მოცურდა ეს წყალქვეშა ნავი და გადაარჩინა. რის საფუძველზე მოინანია ღმერთის გამდიდება დაიწყო. რატო წერია ძვირფასებო ქების მსხვერპლი? ლოცვის რატო წერია ლოცვაზე რომ ეს მსხვერპლია? რა არის მსხვერპლი საერთოდ? რისი გაცემაც გიჭირს. გესმის? ისე რომ ლაპარაკობ, ადვილია, მაგრამ ღმერთი რო ადიდო, პოზიტიური სიტყვები რო გამოვიდე შენი ბაგიდან, არა, მაინც ვაი და უი. და მე გიკვირს, რატომ არის შენი ცხოვრება ვაი და უი? ვაიმე. ვაი რას ნიშნავს? სიტყვას რო ძალავს, იცით? ძნელია? რომ ვაიმე არ თქვა? ძნელია? აბა რატო გეძნელება სულ ჰალელუია რო თქვა? რაშია საქმე? არის ღმერთის გეგმა ჰალელუია. მაინც ჰალელუია. სიმღერაც არის ესეთი, მიყვარს და. ამიტომ თუ გზნობ რომ ტყუი ხარ, კაცი რო გეკითხება როგორ ხარ? კარგად, ხა გონი არ ვარ კარგად, ხა კარგად მოვატყუე? ესე შეგიძლია უთხრა, მაინც ჰალელუია. ამენ თან ღმერთი გამდიდდება. თან რაღაცაში წაგადგება, კაცო. დიდება უფალს. დიდება უფალს. რაც გვასწავლის კაენის ცხოვრება ძვირფასება. საულის ცხოვრება. ძნელი გეგმები ქონდა შესასრულებელი?
საულს ჰქონდა ძალიან ადვილი, მით უმეტეს მეფე იყო. არ განკარგულება იყო საჭირო და გაკეთდებოდა. გეხაზის გეგმა დაგიდგა დრო. ესმეთ? შეიძლება გითხრა ღმერთმა, მაგრამ დროა მნიშვნელოვანი. განა დაგიდგა დრო რომ იხვეწდე. ო მინდა ჯერ ღმერთს უნდა რომ გასწავლოს ლოდინი, რა გინდა. ამიტომ მე ისეთ განსასწრებში ჩავარდები, რომ ჩახვავდება ყველაფერი. როგორ მოგანდოს? შენც დაიღუპები შეიძლება და ისიც ვინცაც მოგანდოს. ამიტომ ჯერ ეს ისწავლე. დაგიდგა დრო რომ იხვეწდე. აბა, შობას ვისთვის უნდა, შვილისთვის უნდა. ამენ. მაგრამ არ უნდა იფლანგებოდეს. თუ გინდა შეასრულო ღმერთის გეგმა. გინდა? მაშინ შენი გეგმები უნდა დაანგრიო. თუ გინდა შეასრულო ღმერთის გეგმები, დაიწყე შენი გეგმების დაანგრევა. გახსოვთ აბესალომი რო აუჯანყდა მამამის. რატომაც არა კაცო, მეც მინდა რომ მეფე ვიყო. ხო ხუმრობ ხოლმე რა, როცა ეს შინაურები ხარ თქვენას, მაგრამ მაინც ჟურნალისტები ეხლა მაცნობეს. ერთხელ ვიხუმრე, სულიც მინდა მაცნობა ეხლა. იცით ბოლოს რაზე ილოცა აბესალომმა? ნეტა მელოტი ყოფილიყავიო. ხო გადარჩებოდა. ამენ. ჰალელუია. გაიღვიძეთ კაცო, აგერ ვარ. მისი დალალებით ჩამოეკიდა ხეზე. ესმეთ? და რა მოხდა იქ ძვირფასებო ნახეთ. ძალიან ბევრი გადაიბირა, როგორც ხდება ხოლმე. ეკლესიის გაყოფის დროს სამწუხაროდ ვიღაცები აღმოჩნდებიან. ზოგი ორჭოფობს, ის იქნება თუ ეს, ამიტომ მოდი ნეიტრალურ პოზიციას დავიკავებ, კაცო. ვაი რომ ეს იყოს ისევ, ამან რო არ მითხრა სად იყავი. ზოგი ესე ბრმად მიდის და საშინელებები. და ძალიან ბევრი მივიდა მასთან, დავითთან. და ნახეთ, ერთი ძალიან საინტერესო მომენტია ზვირფასებო. მოდით ნახოთ მეორე სამუელის 15:34. თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვიო აბესალომს, შენი მსახური ვარ, მეფეო. აღე მეფეს რო ეტყვი გაუხარდება რა. დღეს არის აი, რომ არ აღივსეს ესე თქვა პასტორობა და თავის თავს მიანიჭეს ეს ტიტული. ესეთების მომრავლდნენ. ო პასტორო. ცოტა მოალბობსო რა ეგ სიტყვა მეფეო. ადრე თუ მამა შენი მსახური ვიყავი ამერიდან, შენი მსახური ვიქნები თქო. ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას. ნახეთ ზვირფასებო ღმერთის სტრატეგია. ღმერთი ყოველთვის არის იმასთან, ვინც მის გეგმას ასრულებს. და ღმერთი ყოველთვის დაამხობს არასწორ გეგმას თუ შენი გეგმები მიტოვებული გაქვს და გინდა იყო ღმერთის გეგმების ირგვლივ. და ახითოფელი ისეთი კაცი ყოფილა, რომ რაღა ღმერთს ეთქვასო, ყველა ემორჩილებოდა და უჯერებდა. და ამან უთხრა არა ესე ფხიზელი კაციაო, მამა შენი იცნობ შენ. ამიტომ დილაუთენია გამთენიისას მივადგეთო. და არაო, ამიტომ დაამარცხებდნენ. გესმეთ? არა იმას ეკნებაო რაღაც რაზმები ეყოლება, სადღეღამისო. და ჩაიფუშა. ახითოფელის უკეთესი თათფირი ესე წერია. უკეთესი გეგმა. არ აქვს მნიშვნელობა როგორი კარგი გეგმით მოდიან შენს წინააღმდეგ, თუ ღმერთის გეგმაში ხარ. ღმერთი ჩაფუშავს. ღმერთი დაანგრევს. ღმერთი გაგამარჯვებინებს. ამენ. ამიტომ ფრთხილად უნდა იყო. იმიტომ რომ ეშმაკის გეგმა ადამიანის წინააღმდეგა. ამენ. ღმერთის გეგმა რა არის? ის განწირულია, ეშმაკი განწირულია და ის ეცდება რომ წაიყოლიოს ღმერთის მიმდევარი ჯოჯოხეთში. ღმერთის გეგმა რა არის? რომ გიხსნას. ამენ. არ დაუჯერო. იყავი ამ რთულ გზაზე, იმიტომ ის ადრილ გზას გთავაზობს. პატივს გთავაზობს.
ცხოვრებაში რომ არავინ არ მოგფერებია და დედა როგორ მიყვარხარ და რა კარგი ბიჭო ნახე პატივი ვიგზავნე კაცო ზედ არ გიყურებდა იმიტომ რომ გახრეტილი კაპიკი არ ქონდა ჯიბეში 2 კაპიკი გაგიჩნდა და არ იცირისთვის გეფერებიან მაგრამ მოგწონს ეს ხო სიამოვნებს ამიტომ ეშმაკმა იცის შენი სისუსტეები იმ ტაქტიკით არ მოვა შენთან როგორიცაც ჩემთან მოდის იმიტომ შენ რა ძალიან გიყვარს იმას გთავაზობს ამენ შენ თუ თაფლი არ გიყვარს არ გეტყვის ო თაფლივით გემრიელი რაღაც მინდა შემოგთავაზო იმიტომ ეს იმ წუთში გამოიწვევ შენ ხო რაც გიყვარს იმას გეტყვის შენ ტელეფონში რა გივარდება ისეთი რაღაცა რაც არ მოგწონს არც არის შეიძლება გონია რომ არც არის ეშმაკმა იცის ყველაფერი იმიტომ რომ გეგმა უნიშნელოვანესია ძვირფასებო ამენ ამენ ყოველი გეგმა ძვირფასებო გულში იბადება გულია ადგილი თუ იქ არ არის უფალი ყოველგვარი სიბინძურის გესმით ბოროტების გარყვნილების საშინელებების მოდით ნახოთ ფსალმუნი 64 სიმრუდეს იზრახავენ და ამბობენ კარგად მომზადებული გეგმა გვაქვსო მართლაც ვერაგია კაცის შინაგანი გულის ზრახვები გეგმები აი სად არის ის დამალული გესმით საშინელებაა რომ ამბობენ დედა რა კარგი ადამიანი ამან როგორ გააკეთა კაცო არა ჩვენებდა გულში ჰქონდა ჰალელუია რა გაქვს გულში გულთან ხილავია უფალი და იცის მან შექმნა ეს გული და არ შემოვა მანამ სანამ აბსოლუტურად არ გაუხსნი მას ის გიკაკუნებს ჰალელუია ჰამანის სული დღესაც გეგმავს ვირფასებო ღმერთის და მისი ერის სიავეს ესეთი გეგმა აქვს ყოველთვის გაანადგუროს ღმერთის ერი, გაანადგუროს ებრაელები, რა თქმა უნდა, მისი რჩეული ერი. მოდით 21 ფსალმუნი ვნახოთ. მე-11 მუხლში სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტებას გეგმავდნენ და ვერაფერს გახდებიან. გეგმო შენ შეწყვიტე დაგეგმვა და აიღე ღმერთის გეგმა. ვერანაირი გეგმა ვერ იმუშავებს შენს წინააღმდეგ. ღმერთი იმ შემთხვევაში ჩაშლის ეშმაკის გეგმებს, თუ შენ ცხოვრებაში იქნება ღმერთის გეგმები. გინდა? ჩაიშალოს. ნეემიას მე-4 თავი. ვის ახსოვს ესეთი ბიზია სამბალატი ძვირფასებო ნეემიიდან. გახსოვთ? ეს ცხებულება დღესაც აქვს ხალხს სამბალატის. მოდით ნახოთ. როცა გაიგესო ჩვენმა მტრებმა რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი განზრახვა, ჩაშალა ღმერთმა მათი გეგმები და ყველანი დაუბრუნდით კედელთან თითოეული თავის საქმეზე. ღმერთი ჩაშლის ნებისმიერ გეგმას. ვერავინ ვერ ჩაშლის ადამიანის გეგმას ღმერთის გარდა. ბრძოლები იმიტომ მოდის, რაღაც არ მოწონთ, მაგრამ ღმერთი რო ჩაშლის, ის საბოლოოა. იგივე ღმერთი ძვირფასებო რომელმაც ჩაშალა აქ იმ დროს და ეპოქაში დღესაც ცოცხალია და აქტუალური. იგივე ღმერთი გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა. ჰალელუია. მოდით ნელ-ნელა შევიდეთ დასასრულისკენ დავეშვათ ახლა. ეშმაკის გეგმა, თავნებობა, წყენა რომ უკვის ხალხს ბიჭო ესეთი კედლები როდის აშენდა? წყენა მუდმივად აშენებს კედლებს. სიზარმაცე, სიჯიუტეა ეშმაკის გეგმა. უპატიებლობაა ძვირფასებო, ორგულობა. მაგრამ ღმერთის გეგმა შენი გადარჩენა. ღმერთის გეგმა ქრისტიანული ოჯახი რო იბადებოდეს. რა საერთო აქვს მოწმუნეს ურწმუნოსთან? არა,
დღეს ყველა მორწმუნეა და ყველას ღმერთის წამს, ამიშოვად იმ ღმერთს რა ქმნია. ბულინგს არ კონდეს ადგილი. და მიუმატეს ღმერთის გეგმებს, თავისი გეგმები. ესმე და ცხოვრობენ ესე. ღმერთის გეგმა შენი ეკლესიურობა და ეკლესიაში ცხოვრება როგორც ოჯახში. ამენ. ესე კი არა ხანდახან შემორბენა. ღმერთის გეგმა რომ მსახური გახდე და მიუძღვნა თავი. რომ მსახური გახდე მოყვასის. ამენ. ღმერთის გეგმა რომ კურთხეული იყო, იმიტომ რომ ფინანსი რა არის ვიფასებო, ერთ-ერთი არხი, რითაც შენ დეკლარირებ, რომ ღმერთს ემსახურებ, იმიტომ რომ იმას სჭირდება მის მოპოვება შენი ტალანტი. ხომ არ იპარავ? ფულს ხო არ იპარავ? არა, ესე იგი შენი ტალანტით მოიპოვე. ვინ მოგცა ეს ტალანტი? მე ეკუთვნის რამე მას. აი დემონსტრირება. როგორ გიყვარს უფალი? შენი ძალა, შენი ენერგია. მან მოგცა? ამენ. ფულის მოპოვება სუნთქვა ჭირდება? თუ მტარის მტარმაც შეგიძლია მოიპოვო. მე ვინ გაძლევს ამ სუნთქვას? და შენ ერთგულებას ამტკიცებ ამით. თორე მეტი არაფერი არ არის აქ. იმიტომ ეს ღმერთის გეგმაა და უნდა მიაქციო ყურადღება. ამენ. ღმერთის გეგმა რომ ქურდი არ იყო და არა მხოლოდ ფინანსის. იმ დღეების რომელიც შენ არ გეკუთვნის. და მადლობა ღმერთს რომ კვირაში 6 დღე მოგცა ღმერთმა და ერთი დღე შენი არ არის. იცი? იცი ეს? არ მოიპარო. ამენ და ეს დღე არის იმისთვის ვიფასო რომ მთელი დღე იყო მასთან. ამიტომ თქვა საჭმელის მოიტანეთ რომ იმიტომ რომ ზოგი იმიტომ გარბის რომ შივდება და სახში უნდა წავიდეს რომ შეჭამოს. და აქ იყოსო რომ მოგშივდეს. ხო, აქვე შეჭამე და გააგრძელე თაყვანისცემა. გააგრძელე განდიდება. ამენ. აი რა არის არსი მეათედის მოიტანეთ ვა. და მე რომ მოგრჩება კი არ უნდა გადაყარგოს ვისაც უჭირს იმას მისცე. აი ამიტომ უნდა იყოს ჩემს სახშიო საკვები ვიფასებო. ამენ. ჰალელუია. დიდება მას. ღმერთის გეგმები შეისწავლე და დაიწყე შესრულება. დიდება მას. მოდით ერთი ილუსტრაცია მინდა ვნახო კიდე. ზოგჯერ ღმერთი ანადგურებს შენს გეგმებს, მხოლოდ იმიტომ რომ მან კარგად იცის, რომ ეს გეგმები შენ გაგანადგურებს. ყოფილა რაიმე შენ ცხოვრებაში ისე რომ გინდოდა, გეგმავდი, ელოდებოდი, ფიქრობდი და ჩაიშალა. ანუ შენ არ იცი და ეს შენი განმანადგურებელი იქნებოდა. დაინგრა რაიმე შენ ცხოვრებაში? რა ინგრევა ვიფასებო, რას გვასწავლის უფალი, რაც თიხაზეა შენებული. ამენ. ქვიშაზე, სილაზე და არა კლდეზე და იესოზე. ჰალელუია. ბიბლიის გეგმის მიხედვით ცხოვრობ თუ არა? მოდით იგავები ვნახოთ, საინტერესო მუხლებია იქ. უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები გამტკიცდება. კიდე გამტკიცდეს შენი გეგმა. კლდეზე დაშენდი. ამენ. შემდეგ. მეცხრე მუხლი. კაცი თავის გულში გეგმავს, მაგრამ იმ გეგმით არ მედის ზოგჯერ ეს ცხოვრება. განსაკუთრებით პატარაობიდან გვასწავლის ამას ღმერთი, იმიტომ რომ ბავშვს შეუბნება მშობელი. წავიდეთ ეკლესიაში, არ მინდა. ხო? იკითხე არ მინდა. ეს არ მინდა. ამიტომ ბავშვი სხვა რაღაცას გეგმავს. ქრისტიანების დღეს სხვა რაღაცას გეგმავენ ვიფასებო, მაგრამ უფალი წარმართავს ნაბიჯს. თუ გაყვები, არის გამარჯვება იმის უკან. იესომ თქვა, ნუ ზრუნავ ხარ. ამენ. რომ აგარიდოს ღმერთმა ამ დამღუპველ გზებს. მე ვგეგმავ რომ კარგად ვიყო, ჩემი ოჯახი კარგად იყოს, ჩემი შვილები, ჩემი შვილიშვილები და ჩვენ ვიქნებით ასე და ავავსებთ ყველაფერს.
გესმენთ? ძვირფასებო ღმერთმა ძალიან მკაფიო და უბრალო გეგმა მოგცა. როდესაც გვასწავლა ლოცვა. ისწავლე? ხო იცი რომ უფალს უნდა თხოვო. იმიტომ იესოს უთხრეს რომ ლოცვა გვასწავლეო. იმდენი ლოცვა იცოდნენ და არაფერს არ მოქონდა შედეგი და ბოლოს მიხვდნენ რომ იესოა ამ ყველაფრის შემოქმედი და უთხრეს ერთი შენ გვასწავლე იესო და იესომ გვასწავლა ლოცვა რომელსაც მამაო ჩვენო ჰქვია. აქ არის ესეც საოცარი სიტყვები. ხო იცით ზეპირად, ეს მგონი იცით. თუ უფრო მეტად 10 მცნება იცით, 10-ვე. პური არსობისა მომეცი ერთი თვის განმავლობაში. არ არის მასე? რაფერი არ არის? არ გინდა ერთი თვე პური გქონდეს? კაი, 9 წელი პური არსობისა მქონდეს. ხო იცით პური? კარაქიც არის, ხორციც არის. ამენ? სალათიც არის. ყველიც არის. უზრუნველყოფაც არის. ტრანსპორტიც არის. სახლიც არის. არსობისთვის გჭირდება? მეუღლეც არის. ხო? ნახეთ, პური არსობისა როდის მომეცი? დღეს. ხვალ რა იცი, საერთოდ იღვიძებ? ხო გინდა ხვალ გაღვიძება? ხარ დარწმუნებული? ამიტომ დღეს გაძეხი. ფშიერი არ გადა. დღეს ისი ამოვნერა. ამ ოთხარი რაც დამალული გაქვს და დღეს გააკეთეს. ამენ. ხვალ გვიანი შეიძლება იყოს დღეს მიეცი ვიღაცას რაღაცა. გაიღვიძა ეკლესია. ჰალელუია. დღეს მომეცი უფალო. შენი გული რომ დღეს გავცე. ჰალელუია. დღეს მინდა ეს. ამენ. იცი? იმიტომ რომ თუ დადგება ხვალინდელი დღე, გისურვებთ რომ დადგეს. იმ დღესაც ის ხვალი აღარ იქნება, დღე იქნება და მოგცემს უფალი. ერთი წლის მერე კიდე დღე იქნება. ამენ. ერთი წლის წინ დღევანდელ დღეზე როგორ იტყოდი რომ დღევანდელი დღე იქნებოდა ხვალ. დღეს ხომ დღე არის და დღეს არის. ამენ. აი რა არის ღმერთის გეგმა? დღეს მიიღე. ჩემთან ხარ? დღეს მიიღე. ღმერთი რასაც გაძლევს, დღეს არის მოსაგვარებელი. დღეს მოგცა მანნა. ამენ. ხვალ ეს დამპალი არის უკვე. დღეს გაიგე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე იზრუნებს. შენ უზრუნავ ხარ. ამენ. ხვალინდელი დღე თავისით იზრუნებს. რა გჭირდება იმ დღისთვის. მაგრამ დღეს იცხოვრე ღირსეულად. ჰალელუია. და ღმერთის გეგმაში ვინ გებულობს რაზე ვსაუბრობ? ამენ. უფალო, დღეს მომეცი პური არსობის. დღეს მომეცი შანსი სიკეთე გავაკეთო. დღეს მომეცი რომ ვიღაცას ვუქადაგო. ხვალ ვუქადაგებ. შეიძლება ხვალ ანის პაციენტი მოგდეს ან ევანგელისტი. დღეს გამოიყენე შანსი. ამენ. დღეს მოინანიე. ჰალელუია. გინდა ღმერთის გეგმები მოქმედებდა შენ ცხოვრებაზე. კარგია ღმერთის გეგმები. ჰალელუია. მე ცოტათი ძალიან ესე შორიდან მივდივარ ახლა. მერე და მერე უფრო დავხვეწავ ამ სიტყვას. იმიტომ საოცარია ღმერთის გეგმა ძვირფასებო. უფლის დახმარებით. რა თქმა უნდა. კარგით. ადამიანი სანამ სული პირში უდგავს, მას აქვს გეგმები. და არის ერთი დღე, როდესაც თავდება გეგმა ადამიანის. მოდით ნახოთ, ძვირფასებო, მაგარი ადგილია. როცა ამოუვა სული, როდის ამოუვა? ამაზე არ მომოს უფალი დღეს. ამენ, გიხარია? ხო და მე შეიყვარე უფალი კაცო თუ არ გეუბნება დღეს ამოგივა და დღეს პური მთხოვეო და ის მე ვიციო
ნუ იკლავ თავ შვილო. ამენ. დაუბრუნდება მიწას. იმ დღეს გაქრება მისი. ამენ. აი სასაფლაოზე გაიარეთ, ანდა ისე შორიდან შეხედეთ. იცით რამდენი გეგმებია იქ? იცი რამდენი გეგმებია? და ის ადამიანი რომ ააყენო და ხელახლა შანსი მისცე, არც ერთ გეგმას არ მოკიდებს ხელს და იტყვის დღეს. ამენ. იქ არის ხვალინდელი გეგმები. გეგმები შვილებზე, მეუღლეზე, შვილიშვილებზე, ბიძაშვილებზე, სამეზობლოზე. შეიძლება ვინმე პასტორზეც ფიქრობს. არ ვიცი. სასაფლაოზე არ უნდა იყოს ეს გეგმები. ღმერთი დღეს გაძლევს შანსს რომ გააკეთო. ის აგასრულებინებს თუ შენს გეგმას მიაგდე. ამენ. ამიტომ ვიდრე სული გიდგას პირში. ვის უდგას სული პირში აქ? შეამოწმე გიდგას? ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. დღეს არის გადარჩენის დღე. ამენ. მერე არ იქნება ეს და დაანებიან ყველაფერს თავი. ჰალელუია. მოდით ნახოთ ძვირფასებო სენეკა რას ამბობს. გაგიგონიათ? ესეთი ფილოსოფოსი. სიბრიყვეაო აშენო გეგმები თელ ცხოვრებაზე წინასწარ, მაშინ როდესაც შენ იმისი ბატონის არ ხარ დღეს. ანუ შენი თავის ბატონი დღესაც რო არ ხარ. ამენ. შენ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა შენ ცხოვრებაში. ამიტომ შეწყვიტე. თქვი ვწყვეტ. სოლო მითხარი ვწყვეტ. ჰალელუია. კარგით. შევეცადოთ ვისწავლოთ ვირფასებო გარკვევა, იმიტომ ღმერთის გეგმა, რა არის ღმერთის გეგმა? ეს არის ღმერთის ნება, ეს არის ღმერთის განზრახვა. ამენ? რა არის ღმერთის გეგმა? ეს არის მისი სტრატეგია, დავალება, ეს არის რწმენა ღმერთის. იმიტომ ხვდებოდეთ უნდა ამ ყველაფერს ვირფასებო და დავდგეთ მის ტახტში, კვალში. დაწვი უკან დასაბრუნებელი გზები და ხიდები. რომ აღასრულო ღმერთის გეგმა. ამენ. ვის უხარია რომ თვალები არ აქვს უკან? ერთი მაინც. ერთი თვალი რომ უკან გქონდეს გინდა? ანდა მესამე. ხო? რომ აკონტროლო იქ რა ხდება წარსულში. სწორ ადგილზე გაქვს თვალები. უკან რო არ იყო რომ იმიტომ. ძალიან ბევრი ვერასრულებს დღეს გეგმებს, იმიტომ წარსულშია ჩარჩენილი. წარსულში იმანეს გამიკეთა, მე რაფერაცხა ვერ გავაკეთე. ამენ. ამიტომ დაანები ამ ყველაფერს თავი და წინ იცქირე. ისწავლე ლოდინი, მოდით ნახოთ კიდე მოსაზრება ერთი. ღმერთის გეგმა ყოველთვის საუკეთესოა. ამენ. ზოგჯერ პროცესი მტკივნეული და რთულია, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ. როდესაც ღმერთი დუმს, ის რაღაც დიდებულს ამზადებს ჩვენთვის. აი იმიტომ ხარ დღევანდელ დღემდე მოსული აქ. როგორ გადავიტანთ ამას? გადაგატანინა უფალმა. ღმერთის გეგმა არის რომ ყველაფერი მოგვარდეს შენ ცხოვრებაში. ჰალელუია. თქვი ჰალელუია. ვირფასებო. ნუ ახლა უკვე დიდი ხანია ვთქვათ მაქვს ეს პრაქტიკა, გამოცდილება ქადაგების და უკვე შევწყვეტე რაღაც ისეთი შთამბეჭდავი ქადაგებების ისა გამოტანა რა. უბრალო. და იცით რას დავაკვირდი? ძალიან ბევრია რომ თქვათ შეიძლება რაღაც ცხებულებაშიც იყო ისმენდა ქადაგებას, მაგრამ აღარ ახსოვს რა ისმინა და რაზე იყო ქადაგება. სამწუხაროდ არის დეფიციტი დღეს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცის დემონსტრირება მიდის იქ, ან ცოდნის, ან რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვების ხეთქების. მაგრამ ღმერთს უნდა რომ გახსოვდეს. ამენ. ყოველთვის უნდა გახსოვდეს. ყოველთვის სულიწმიდა გაგახსენებს, როდესაც ყურადღებით ხარ, რომ რა თქვა იმ ქადაგებელმა რა გითხრა. მისი მეშვეობით რა გითხრა? ღმერთმა. გესმენთ? იცით ძირითადად რატო ხდება ეს?
ძველ ტიკებში ასხამენ ახალ ღვინოს. სკდება? ძირითადად ნაწილმა უმეტესმა არ იცის რაზე კარგი იყო, მაგრამ არ იცის რაზე იყო ლაპარაკი. გესმით? ამიტომ ყოველთვის მომზადებული უნდა გქონდეს ახალი ტიკი. გადააგდეს. მიეცი განახლებას ეს ძველი. ახალი ტიკი აიღე და ახალი ღვინო მიიღე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფლისული გელაპარაკება დღეს და გეცოდინება ერთი თვის შემდეგ რა მოისმინე. იცი რატო? იმიტომ რომ ახალ ტიკში ჩაასხი, ახალი ღვინო. ამენ. ის ვერ ღმერთის სიტყვას. მე მაქვს რიგი ქადაგებები ძვირფასებო მოსმენელი. წლების წინ მოსმენელი და დღესაც მახსოვს. ამენ. ამიტომ ყოველთვის როდესაც ხარ, ხო, უფალო, გთხოვ რომ შენი გეგმა გამეცხადო დღეს. და ის გაგიცხადებს თუ მზად ხარ რომ მიიღო და აღასრულო ეს ყველაფერი. იგავის 20-18. ყველა გეგმა რჩევით მტკიცდება. გინდა გამტკიცდეს ყველა გეგმა შენი? აუცილებელია რომ ყავდეს ბრძენი მეგობრები. მასწავლებელი კი არა, ყველა ნუ გახდებითო მასწავლებელი უფალო, პირიქით თქვა. ადამიანს ზოგჯერ რაღაცა გინდა შეეკითხო და სწავლებას გიწყებს. რამდენჯერ მოუხვედრივა ესეთ სფეროში, ხო, მასწავლებლები. აქ მაინც დამაყენე მაცალე კაცო. მოდი მითხარე, კვირტი როდის გამოუდის მაგ იმას. ვიცი ეს გამოცხადებები, ხო? მე რაც მჭირდება ის მომცა უფალმა. არა, ეს ყველგან ნახე. უნდათ იესოს შეეჯიბრონ და როგორც მესიზე და იმაზე მეტი გოლის გატანა უნდა დღეს ფეხბურთელებს. უფრო მეტი რაღაც ჭკვიანური რო დავახეთქო. რჩევა ძვირფასებო, რჩევით ხდება ეს ყველაფერი. და ბრძნული მითითებით წარმართე. ომი, ესეთი გამოთქმა, ნუ უფრო ადრე ახლა ჩვენ ნუ ესე ვთქვათ ამ რუსულ ყოფილ საბჭოთა კავშირში რო ვიზრდებოდით. ძალა არის და ჭკუა არა საჭირო. გაიგონიათ? სილა ეს უმანინადა. აი რა ჭირს დღეს რუსეთს? ძალა აქვს და ჭკუა რა თუნდა კაცო? რჩევლებიც რა თუნდა და რა დღეშია? გესმით? რჩეველია საჭირო. მე რა რო ძალა გაქვს. გეგმაა მთავარი გამარჯვებისთვის. გესმით? სტრატეგიაა მთავარი. ჩვენი ქვეყანა დღემდე იმიტომ მოვიდა, რომ ყოველთვის მრავალრიცხოვანი ერი ესეოდა. მაგრამ გეგმებით იმარჯვებდა. 100,000-ობით გადაჭარბებული ჯარი, თუნდაც დიდგორზე. გესმით? გეგმებით იმარჯვებდნენ. ამიტომ შენ ცხოვრებაში რომ მოვიდეს გამარჯვება, რჩევა ეს მნიშვნელოვანია ზოგადად. ამან რა უნდა მასწავლოს? არა. შეეკითხე და გამოიტანე აზრი. როგორ იქნება ძმაო, მითხარი, აი ეს სიტუაცია შენ როგორ იზამდი, რას გააკეთებდი? შენ რას გააკეთებდი? ეს ომარ შენ რას გააკეთებდი დათო? გესმით? ნიკუშ მითხარი რამე და რაღაც საერთო ამოტივდება. მე ვიცი თქვენზე მეტი. არა ძვირფასებო, ეს ეშმაკის გეგმაა. შენი დამარცხებისთვის. აი ადამიანის გეგმა როგორ არ ვიცი ის ხეების ის თუ არის ეს ნახე და მე ერთი ადგილი და ამით უკვე მოვხჩენ. აი გეგმები შენ ჩვეულებრივი რა. არა ღმერთის გეგმა ეს დახონსულია. შეწყვიტე ახლა მე გავაკეთე რაღაც. ესმეთ? ეს მე სანამ ცოცხალია ღმერთი არ გამოგიყენებს. დაიმახსოვრებს. კორინთელებში პავლე მოციქული ამბობს უფასებო, რომ უფალმაო სულით გაგვიმხილა და გაგვიმხილა არის ბერძნული სიტყვიდან აპაკალუპსის. ნუ აქედან არის სიტყვა აპოკალიფსი და ასე შემდეგ. ეს არის რა იცით, აი დაფარულია რაღაც და ფარდა გაიხსნა და დაინახე რა ხდება. თუ გინდა სულიწმიდამ გეგმები გაგიხსნას, გინდა? ვის უნდა სულიწმიდამ გეგმები გაუხსნას? მაშინ ის გაგიმხელს უნდა თხოვო. სულიწმიდას უნდა უთხრა.
ამენ. ღმერთო გთხოვ, გეგმები მაჩვენე როგორ ვიცხოვრო. მე რომ იცი რომ ყოველდღე უნდა რაღაც გააკეთო, ეკლესიაში უნდა იარო, ერთგული იყო და ასე შემდეგ. გეგმები აიღე და გეგმებით იცხოვრე. დააწვი შენი გეგმები და გაანადგურე უფალს. უკეთესი აქვს შენთვის, რომ აგიყვანოს ახალ ეტაპზე იესო ქრისტეს სახელით. და ყველამ თქვა ამენ. ჰალელუია. მოდით